საზოგადოებრივ მაუწყებელს გააზრებული აქვს ვალდებულება გააშუქოს ისეთი პრობლემები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად იყოს პოლიტიკური სკანდალების თემა და რომელთაც ნაკლებად აშუქებენ სხვა ტელევიზიები, რადგან არც რეიტინგს მატებს ტელევიზიას და არც კომერციული რეკლამის დამკვეთთან მოსაზიდად გამოდგება. გამომძიებელი რეპორტიორი ახლახან მივლინებით იმყოფებოდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განაპირა რეგიონში, ჯავახეთში, სადაც სახელმწიფოს არაერთი სერიოზული პრობლემა აქვს შექმნილი, რომელთა შესახებ არც ხელისუფლება ლაპარაკობს და არც მის ოპონენტებს წამოუწევიათ არსებითად ეს პრობლემები არასდროს. როდის მოვა ექიმი? ჩვენი გამოძიების მიზანია რეალურად შეაფასოს, როგორ ხორციელდება სოფლის ექიმის პროგრამა ჯავახეთში, რომლის ორივე მუნიციპალიტეტში მართალია მუშაობს თანამედროვე კლინიკები, მაგრამ ეს მუნიციპალური ცენტრები ზოგიერთი სოფლიდან საკმაოდ მოშორებულია და იქაური მოსახლეობა მხოლოდ სოფლის ექიმის იმედზეა დარჩენილი. სოფლის ექიმის პროგრამა საკმაოდ სოლიდური და მზარდი თანხებით ფინანსდება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გითხრა, პროგრამის დაფინანსება 2025 წლისთვის წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. 27 მილიონიდან 49 მილიონამდე. გადავწყვიტეთ სამცხე ჯავახეთის რამდენიმე სოფლის მაგალითზე, შეგვესწავლა რა შედეგი მოიტანა ამ პროგრამამ კონკრეტულ რეგიონში. იღებენ თუ არა სოფლის მცხოვრებლები პირველადი ჯანდაცვის სოფლის ექიმის მომსახურებას იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც გაწერილია ამ პროგრამაში. მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკამ ცხადყო, რომ სახელმწიფოში სამედიცინო სისტემის წარმატების მთავარი საფუძველი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გამართულობაა, რომელსაც სოფლად სოფლის ექიმის სამსახური ახორციელებს. სამედიცინო ექსპერტები, ჯანდაცვის სპეციალისტები, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები ქმნიან გაიდლაინებს სამედიცინო მომსახურების პირველადი რგოლისთვის. პრაქტიკულად ყველა სამედიცინო მომსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობის უწყვეტი მონიტორინგის, დაავადებათა ადრეული გამოვლენის და პრევენციის ჩათვლით სწორედ ჯანდაცვის პირველად მომსახურებაზე მოდის. ჯანდაცვის მინისტრის აზრით, საქართველოში ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია და პროგრამა წარმატებით ხორციელდება. თუმცა სხვა რეალობაზე საუბრობს ამ მომსახურების მიღები არაერთი მოქალაქე. წამყვანი ტელემედიებისგან განსხვავებით, რეგიონული მედიები ხშირად წერენ იმაზე, რომ სოფლებში მოსახლეობას ხშირად არ მიუწვდება ხელი სამედიცინო მომსახურებაზე, რომ ბევრ სოფელს არ ჰყავს ექიმი. გამომძიებელ რეპორტიორსაც ეხმიანებიან რეგიონებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გვაწვდიან ინფორმაციას, რომ სოფლებში თვეობით არ უნახავთ ექიმი, ზოგიერთ სოფელს კი ეგთანაც არ ჰყავს, რომ სოფლის ამბულატორიები დაკეტილია, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. რადგან ექიმები, რომლებიც როგორც წესი რამდენიმე სოფელს ემსახურებიან, ზამთრობით ტრანსპორტის უკანლობის გამო ვერ აღწევენ ამბულატორიებამდე. წერენ, რომ ამბულატორიები ხშირად ვერ ახერხებენ კომუნალური ხარჯების დაფარვას, რადგან როგორი წარმოუდგენელიც უნდა იყოს, კომუნალურ ხარჯებს მათი თქმით სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ექიმის ჩანთაც კი, რომელშიც პირველადი სამედიცინო დახმარების პრეპარატები და სხვა საშუალებები შედის, მუდმივად სარიელია, თუ ექიმმა საკუთარი სახსრებით არ შეავსო ის. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ფაქტების გადასამოწმებლად რამდენიმე ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტი აირჩია, სადაც ადამიანებს სამედიცინოს გარდა ბევრი სხვა პრობლემა აქვთ, მათ შორის მთავარი ქართული ენის ბარიერი, რაც ხელს უშლის საქართველოს სახელმწიფო სივრცეში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას. ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა და ჟურნალისტური კვლევისთვის ცალკე სერიოზული საგანი. ბორჯომის ხეობა. ჩვენი გადამღები ჯგუფის მარშრუტის საბოლოო პუნქტი ჯავახეთია, თუმცა ჯავახეთამდე ბორჯომის ხეობაში რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი მოვინახულეთ. რომ გაგვირკვია, არის თუ არა არსებითი განსხვავება ცენტრიდან ყველაზე მოშორებულ საზღვრისპირა სოფლებსა და ცენტრთან ახლო მდებარე სოფლებს შორის. ჩვენმა ობიექტივმა პრობლემების აღბეჭდვა ბორჯომის სოფლებიდან დაიწყო. მოვინახულეთ სამი სოფელი: დვირი, ქვაბისხევი და საკირე. ამ სოფლებიდან არც ერთში ადგილზე არ დაგვხვდა ექიმი. სოფელ დვირსა და ქვაბისხევს ერთი ექიმი ემსახურება. სოფლებს შორის მანძილი რამდენიმე კილომეტრია. ვეუბნებიან, რომ როგორც ყველგან, მთელ საქართველოში, აქაც ექიმს არ ემსახურება ტრანსპორტი და ოფიციალურად არ არის გამოყოფილი სატრანსპორტო ხარჯებიც. დვირიდან ექიმი 9 საათის გასული დაგვხვდა. ადგილზე არც ეგ თანე იყო. ამბულატორიაში მხოლოდ დამლაგებელი იყო ადგილზე.
მან გითხრა, რომ ექიმი ყოველდღე ამოდის ბორჯომიდან მხოლოდ 3 საათით, 12-დან 3 საათამდე. 3 საათიან ავტობუსს კი ისევ უკან ბორჯომში მიჰყვება. დანარჩენ დღეებში სამედიცინო დახმარების მისაღებად დვირელები ბორჯომში მიდიან. დვირის ამბულატორიის ექიმი კვირაში ერთ დღეს წესით ქვაბისხევში უნდა მუშაობდეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ქვაბისხევსაც ესტუმრა. აქ სოფლის ძველი კლუბის ერთ ფლიგელში ამბულატორიისთვის გამოყოფილი 2 ოთახიდან მხოლოდ 1 ოთახი დაგვდა სამუშაოსთვის ვარგის მდგომარეობაში. წირი ინვენტარიც მხოლოდ აქ იყო განთავსებული. როგორც დვირში, აქაც კუსტარული შეშის ღუმელი უდგას სამედიცინო პერსონალს გასათბობად. ქვაბისხევის ამბულატორიაში ელექტროენერგიაც გამორთული დაგვდა. ამბულატორია დაკეტილი იყო და ეგთანს ქალბატონ ნათელა მაისურაძეს სახლში მივაკითხეთ. ქალბატონმა ნათელამ ჩვენი თხოვნით ამბულატორია გააღო. ფულზე ფელად გითხრა, რომ შუქი გაფუჭდა და ჯერ ვერ შეაკეთეს. რემონტიც რამდენიმე წლის წინ არის ჩატარებული და ამიტომ არის ბევრი რამ უკვე გაფუჭებული. 40 წლიანი სტაჟის მქონე ეგთანი გვეთანხმება, რომ სოფლისთვის პრაქტიკულად არაფრის მომტანია კვირაში 1 დღით ექიმის გამოყოფა, რადგან სოფელი დიდია. ყავს ქრონიკული ავადმყოფებიც, ბავშვები, მოხუცები. ექიმი დვირიდან საჭიროების შემთხვევაში მოჰყავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ძირითადად სოფელი მაინც სასწრაფო სამედიცინო მომსახურების იმედად არის დარჩენილი და არა სოფლის ექიმის. იგივე მდგომარეობა დაგვდა ბორჯომის ხეობაში, ჩვენ მიერ მონახულებულ მესამე სოფელში, საკირეში, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პატარა ამბულატორია აქაც გამოკეტილი იყო. სოფლის მცხოვრებთაგან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ექიმის ტელეფონის ნომერი. ჩვენს სატელეფონო ზარზე ექიმმა გვიპასუხა, რომ ახალი გასულია ამბულატორიიდან და გვირჩია, რომ დანარჩენ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჰოლდინგისთვის მიგვემართა. ჩვენ კვლევის დასაწყისშივე მივმართეთ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აიბია. სოფლის ექიმის ინსტიტუტი მის ჭერქვეშ 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ჰოლდინგს მივმართეთ იქამდე, სანამ რეგიონში ვითარების შესასწავლად ჩავიდოდით, მაგრამ არც ჰოლდინგის და არც ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა არ ისურვეს ჩვენთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, საგამოძიებო ჯგუფისთვის უკეთესი იქნებოდა რეგიონში გამგზავრებამდე მიეღო შესაბამისი ინფორმაცია პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებისგან. თუნდაც იმ მიზნით, რომ სოფლის ექიმის ინსტიტუტის ერთადერთი მმართველი რგოლისგან, ჰოლდინგისგან ჰქონოდა ზუსტი ორიენტირები სოფლებისკენ, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ სისტემის რთული ცენტრალიზაციის გამო ადგილებზე არ დაგვხვდებოდნენ მართვის ადგილობრივი სტრუქტურები, რომლებიც მეგზურობას გაგვიწევდნენ. სოფლის ექიმი და ყველა ეგთანი ინსტიტუციურად ექვემდებარება მხოლოდ ჰოლდინგს. პირველადი ჯანდაცვის არსებული სისტემის სპეციფიკის მიხედვით, საქართველოს სოფლის 1300 ექიმსა და 1500 ეგთანზე მეტს შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სწორედ ჰოლდინგთან. ანუ სოფლის ექიმის ინსტიტუტი ცენტრალიზებული მართვის სისტემაა, რომელსაც რეგიონული წარმომადგენლები ჰყავს ადგილზე, კურატორები, მაგრამ მათ, როგორც თავად კურატორებმა გვითხრეს, მხოლოდ პრობლემის აღნუცხვის ფუნქცია აქვს და მეტი არაფერი. მარტივად რომ ვთქვათ, სოფლის ექიმის პროგრამა ასეთი პრინციპით მუშაობს. როდესაც თბილისიდან ასეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ პარალეთში ეგთანს სჭირდება ბამბა და შესახვევი მასალა, მან თბილისს უნდა აცნობს. იქ უნდა გაიაროს მოთხოვნამ ყველა ბიუროკრატიული საფეხური, ბამბის ან შესახვევი მასალის შესყიდვისთვის და ასე მივიდეს პარალეთის ეგთნამდე. ეს კი ზოგჯერ ისეთ დიდ დროს მოითხოვს, რომ ეგთანიან ექიმი თვითონ ხდებიან იძულებული საკუთარი სახსრებით შეიძინონ საჭირო მასალა. ბორჯომიდან გზა ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლებისკენ გავაგრძელეთ. ჰოლდინგი. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შევძელით ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელთან შეხვედრა, რაც სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენილი სოფლების შესახებ მძიმე ინფორმაცია ჩამოვიტანეთ ჯავახეთიდან. სადეთ მინისტრისთვის გადაგვეცა უტყუარი ინფორმაციები იმ სოფლებიდან, რომლებსაც ექიმი მხოლოდ ფორმალურად ჰყავს. ანუ შტატში ირიცხება სოფლის ექიმი, მაგრამ ის ვერ ახერხებს მუშაობას პირობების უქონლობის ან სულაც იმის გამო, რომ საერთოდ არ აქვს სამედიცინო პუნქტი. ხორციელდება სერიოზული პროგრამა. სახელმწიფო 1283 ექიმს უხდის ხელფასს. 2024 წლიდან თითოეულს 1262 ლარს. ხელფასს უხდის 1542 ექთანს. თითოეულს 1018 ლარს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სრულყოფილად ვერ მართავს მათი მუშაობის პროცესს. არსებობს სოფლები, სადაც ეს პროგრამა ვერ ხორციელდება. რთული რეგიონებისთვის, როგორიც არის მაგალითად ჯავახეთი, სახელმწიფოს არ აქვს დანერგილი სოფლის ექიმის სტიმულირების პრაქტიკა. აქ სოფლის ექიმებს შესაძლოა ყველაზე მეტადაც კი უჭირთ,
იმ სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ნამდვილად წარმატებით ხორციელდება სოფლის ექიმის პროგრამა. ასეთი ერთგვაროვანი მიდგომა ნიადაგს აცლის სოფლის ექიმის პროგრამის განვითარებას და რაც მთავარია, სახელმწიფო ბიუჯეტის სერიოზული თანხები ვერ ხმარდება მოსახლეობის მთავარი სიკეთის სრულყოფილ რეალიზებას, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას. ჩვენ ცოტა მეტი ქვეყნის გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით გამოკვლეული და მათ შორის მოდელები ამ მიმართულებით. საინტერესო მოდელებია, თუმცა აქ არის ცოტა რთული სისტემა ასამუშავებელი. სამწუხაროდ ამაზე მუშაობა რო დაწყებულიყო ცოტა უფრო ადრე ვიდრე მაგალითად დაიწყო და ეს დაიწყო ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდი და გაუმჯობესებადია, შეიძლება დღეს უკეთესი პირობები გქონოდა და მათ შორის ფუფუნება იმისა, რომ გვეფიქრა მათ შორის ასეთი მოდელების უფრო სწრაფად იმპლემენტაციაზე, ვიდრე დღეს შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რომ 1004 ამბულატორიაში ერთგვაროვანი ვერ იქნება ყველგან მდგომარეობა სამწუხაროდ. როგორც გვინდა ჩვენ რომ იყოს, ასეთი გვაქვს გარკვეული ამბულატორიები, რომელიც მართლაც სამაგალითო და სანიმუშოა. საქართველოს სინამდვილეში სოფლის ყველა ექიმი იღებს ფიქსირებულ თანაბარ ანაზღაურებას. ანაზღაურება გათანაბრებულია იმის მიუხედავად, რამდენი პაციენტი ხავს ექიმს. ამ პაციენტებიდან რამდენი ქრონიკული ავადმყოფი, რამდენი ბავშვი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი. ჯანდაცვის ექსპერტთა თქმით, სახელმწიფო ექიმებს არ სთავაზობს სტიმულირების არანაირ მექანიზმს. არ არსებობს პროფესიული შეფასების კრიტერიუმები, არც პროფესიონალიზმის ხარისხის, არც პრაქტიკული შედეგების ან სხვა საზღვრელის მიხედვით. რაც განსაზღვრავდა ექიმისა და ექთნის ანაზღაურებას. ეს კი სპეციალისტთა თქმით ახშობს სოფლის ექიმის პროფესიული განვითარების პერსპექტივას. აბერებს სოფლის ექიმის ასაკს. ახალგაზრდებს არ უჩნდებათ სურვილი იმუშაონ სოფლებში, სადაც წესით გამართული სისტემის პირობებში ყველაზე მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება შეიძლება მიიღონ. მე შემეძლო ესტონეთის ოჯახის ექიმი როგორ ღებულობს როგორ პირველი არის არადაუშვათ არამედ შენ რამდენი პაციენტიც ყავს დაუშვა თითო სულზე კაპიტაციური ანაზღაურება, ამით ის სტიმულირება, რაც შეიძლება მეტი მიიზიდოს, რომ კონკურენციით მეტი ყავდეს კმაყოფილი, ეს ერთი, მეორე ემატება, რომ როცა შენ ქრონიკული ავადმყოფები ყავს, როცა შენ ონკოლოგიური ავადმყოფობაზე უფრო მეტი მოვლა სჭირდება, ამაზე დამატებითი თანხა გეძლევა. თურქეთში რო დაიწყეს სულ რაღაც 10 წლის წინ პირველი ჯანდაცვის სისტემა, მათ უამრავი ბონუსები, უამრავი სტიმულები მისცეს ოჯახის ექიმებს, იქაც ჰქონდათ პრობლემა სოფლად დაკავების, ოჯახის ექიმის თვალსაზრისით, ბევრ სოფელში არ იყო წარმოდგენილი და ეს მარტივად გადაწყვიტა ქვეყანა. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამაში, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოსო ამ ექიმება, კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი ანაზღაურების სისტემის შეცვლის, თქვათ, მოტივაციების, დამატებითი მოტივაციების გაჩენის, თქვათ, მაგალითად ბონუსური სისტემის შემოღებით, თქვათ, ამ უფრო მეტად წარმოჩენით, დაფასებით, ესეც მოქმედებს ექიმზე. ხო, პაციენტების რაოდენობის მიხედვითაც ეს მაგალითად როდესაც ოჯახის ექიმს ექნება ისეთი შედეგი, რომ მაგალითად 95-ს თუ ვერ უმკურნალებს, 80-ს მაინც უმკურნალოს, 70-ს მაინც უმკურნალოს და არ გაუშვას და ექნება ასეთი შედეგი, ხო? ამას მას დამატებით კიდე უნდა გქონდეს რაღაცა წამახალისებელი, თქვათ, როგორც მატერიალური სახით, მონეტარული სახით, ისე ანამონეტარული სახით, მაგალითად დაფასებაში. სოფლის ექიმები სრული უმრავლესობა გამოხატავდა მზაობას და სურვილს, რომ მუდმივად ხდებოდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგები უტარდებოდეთ სახელმწიფოს მხრიდან. ვერ ხდება სამწუხაროდ ამ ტრენინგების ჩატარება ისე სისტემურად, როგორც საჭიროა და როგორც სასურველია, რაც შესაბამისად კვალიფიკაციის პრობლემას ქმნის და მერე თვითონ სოფლის მოსახლეობას ნდობის პრობლემაც უჩნდება ექიმების მიმართ. და თქვათ ხშირად არის რომ არენდობა სოფლის ექიმის კვალიფიკაციას და მიდის პირდაპირ რაიონულ ცენტრში სხვა ექიმთან, რაც თავის მხრივ მერე აზიანებს სამუწყვეტობის პრინციპს. სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ სოფლის ექიმის ინსტიტუტის ხარვეზებზე საქართველოში მუდმივად მიუთითებენ.
ჯანმო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი მთავარი რეკომენდაციაა სოფლის ექიმის ინსტიტუტის დეცენტრალიზება. ადგილობრივი ექიმების პრობლემების მოგვარების მექანიზმების მუნიციპალურ დონეზე გადანაწილება. სოფლის ექიმის საჭიროებების გადაწყვეტის მინდობა ადგილობრივი სტრუქტურებისთვის. სოფლის ექიმების სუბორდინაციული მართვის არსებული მექანიზმის მაქსიმალური ცენტრალიზება არა მხოლოდ ხელს უშლის პრობლემების ოპერატიულ და სრულყოფილ გადაჭრას, არამედ შლის ადგილზე მედიცინის მუშაკთა გუნდური მუშაობის პრინციპსაც. ჰოლდინგი იურიდიულად ცალ-ცალკე ურთიერთობს ექიმთან და ექთანთან. ამბულატორიას არ ჰყავს გუნდის საერთო მენეჯმენტით, საერთო პასუხისმგებლობით და ჰოლდინგის წინაშე საერთო ანგარიშვალდებულებით. უფრო მეტიც, ექთანს იურიდიულად არც კი ევალება ექიმის ხელმძღვანელობით მუშაობა და ამას ექთნები მხოლოდ პრაქტიკული საჭიროების მიხედვით საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტენ. მათ აქვთ ამოუკიდებლად კონტრაქტი ჰოლდინგთან და ფაქტობრივად ეს ექთანი არ ემორჩილება, ასე ვთქვათ, და გუნდურ მუშაობას ხო ლაპარაკი ზედვეტია. ასევე კარგად არაა განსაზღვრული მისი კომპეტენციები, დამოუკიდებლად კი აქვს, მაგრამ რა ფუნქცია აქვს, როგორც ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები ამბობენ, ფაქტობრივად მისი ფუნქციები არის გაურკვეველი. რას აკეთებს საერთოდ? რატო არ შეიძლება რომ როგორც გვერდმა გუნდმა ასე იფუნქციონიროს, ესეც ვერ გაუგიათ და საბოლოო შედეგის თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. ჯანდაცვის მინისტრმა გითხრა, რომ სისტემის დეცენტრალიზებას ისიც ემხრობა, თუმცა მიაჩნია, რომ მართვის ასეთი მოდელისთვის ქვეყანა ჯერ არ არის მზად. მართლაც ჯერჯერობით არ გაამართლა არც ერთმა მოდელმა, რომლებიც 90-იანი წლებიდან დღემდე დაინერგა რეგიონებში, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სფეროში. პოსტსაბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სახელმწიფო ცდილობს სხვადასხვა მოდელს მოარგოს სოფლის სამედიცინო მომსახურების სისტემა. ჯერ კიდევ 2000 წელს გამოაცხადა მთავრობამ პრიორიტეტად პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება საქართველოში სამედიცინო სფეროს დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებისთვის, სადაც მთავარი როლი სწორედ პირველად ჯანდაცვას ეკისრება. დაისახა სტრატეგია, ჩაერთვნენ საერთაშორისო დონორები. 2007 წელს სააკაშვილის მთავრობამ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში შეიტანა ცვლილებები და არსებითად შეაჩერა მისი განვითარების პერსპექტივა. რეფორმაში პირველად გაჩნდა სოფლის ექიმის კომპონენტი. ეს კი ქალაქისა და სოფლის ექიმის მოდელებს ერთმანეთისგან მიჯნავდა. სოფლის ექიმებს ამბულატორიების მოსაწყობად მიეცათ ერთჯერადი თანხები $1340 ეკვივალენტით ლარებში. აგრეთვე სამედიცინო აღჭურვილობა. ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პროგრამის შედეგად იმის ნაცვლად, რომ გაძლიერებულიყო ეს სეგმენტი, პირიქით დაზარალდა სოფლის ექიმის ინსტიტუტის იმიჯი და სანდოობა, რაც თამდევ საერთაშორისო კვლევებშიც აისახა. 2011 წლის მონაცემებით, ამბულატორიულ მომსახურებაზე ვიზიტი ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში იყო მხოლოდ 2.1, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში იყო 7.5 და მეტიც. სამედიცინო პუნქტების მოსაწყობად გადაცემული თანხები უმეტეს შემთხვევაში არამიზნობრივად გაიხარჯა. ან მხოლოდ ფორმალურად შესრულდა პროგრამის მოთხოვნები. ჯანმოს მონაცემებით, სოფლის ექიმის მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკით, საქართველო ამ წლებში ევროპის ქვეყნებს შორის ბოლოდან მეორე ადგილზე იყო. სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის დროს ერთი პროგრამა და როგორც ვიცით, რაღაცა მცირედი დაეხმარენ ამ სოფლის ექიმებს, მაგალითად აპარატურა შეეძინა და ეჯერა და გაეუმჯობესებიათ და ამით დასრულდა ყველაფერი რა. უკვე რაღაც ხარდაჭერა იყო, ფაქტიურად 10 ფუნქცია არ ჰქონდათ ამ სოფლის ექიმებს. მთლიანად ჯანდაცვის სისტემა გადავიდა კერძო მომგებიან ფორმაზე. ანუ ფორმა იყო კერძო კომერციული. მთლიანად თითქმის მთელი ჯანდაცვა 90% ამ ფორმაზე გადავიდა და ისეთი სიტუაცია შეექმნა, რომ ასეთ სისტემაში ძოული პრევენცია, რაც არის პირველადი ჯანდაცვის ამ სოფლის ექიმების იქნება თუ ოჯახის ექიმების მთავარი ამოცანა, ეს სისტემა მოიშალა. 2011 წლიდან სახელმწიფომ კიდევ უფრო სადავო მოდელი აირჩია სოფლის ექიმის ინსტიტუტის სამართავად, ვიდრე აქამდე ჰქონდა. სოფლის ექიმის ინსტიტუტი კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადასცა სამართავად, რითაც ფაქტობრივად ამ კომპანიების ინტერესების ლუკვად აქცია სოფლის ექიმის იდეა. ეს რა თქმა უნდა იყო დეცენტრალიზაცია, მაგრამ სოფლის ექიმის ინსტიტუტის ინტერესისთვის გაუმართლებელი კომერციალიზაციის რისკებით. 2013 წლიდან სოფლის ექიმის ინსტიტუტი უკვე ხდება ცენტრალიზებული და გადადის სოციალური მომსახურების სააგენტოს მმართველობაში. 2022-ში მართვის ფორმა რჩება ცენტრალიზებული, იცვლება მხოლოდ მმართველი უწყება, სააგენტოს ენაცვლება ჰოლდინგი.
ამ მოდელის მოქმედების შედეგების შესასწავლად ბორჯომის ხეობიდან გზას ვაგრძელებთ ჯავახეთის სოფლებისკენ. ჯავახეთი. ახალქალაქში ჩასულები პირველად ხვდებით ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც იცნობენ აქაური სოფლების პრობლემებს. არაერთხელ ყოფილან იმ სოფლებში, რომლებისკენაც ახლა ჩვენ მივემგზავრებით. ამ სოფლების სავალალო მდგომარეობაზე, პრაქტიკულად ექიმის გარეშე დარჩენილი სოფლების ამბებზე ხშირად წერენ ელექტრონულ საიტზე. ხშირად ატყობინებენ ამ პრობლემებს თბილისის ჰოლდინგსაც, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, იქიდან არასდროს სცემენ არსებით პასუხს. ბევრჯერ გვქონდა ტელეფონის სატელეფონო ლაპარაკი, მიწერა ელექტრონული მეილით მიწერა, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. რას გეუბნებოდნენ? არაფერს, უბრალოდ ამბობდნენ, რომ კი ბატონო, გიპასუხებთ, კი ბატონო, ეხლა ხელმძღვანელი ხვალ გიპასუხებს და ასე შემდეგ და პასუხი არ იყო. რას წერდით? კონკრეტულად როდის რა სამუშაოები იგეგმება ახალქალაქში და კონკრეტულ ამბულატორიებზე, ანუ ეს ამბულატორიის საკითხში რა იქნება, რა გადაწყვეტილება. ვინმე თუ შეგეხმიანას ჩვენ გარდა? არა, არ მახსოვს ასეთი შემთხვევა, მაგრამ მაინც ვწერთ, რომ ამ სოფელში არ არის ამბულატორია, ან არის არ მუშაობს. მივდივართ ახალქალაქიდან სოფელ კარტიკამისკენ. რადგან არ ვიცნობთ ამ ადგილებს, მოძრაობთ საგზაო რუკის დახმარებით. სოფელში შესულები ვცდილობთ მოვძებნოთ ამბულატორია. ხვდებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც იქვე მდებარე სკოლის შენობიდან გამოვიდნენ. ვერ ვაგებინებთ, რას ვეკითხებით, რადგან არ იციან არც ერთი ენა, რომელზეც ჩვენთან კომუნიკაციას შეძლებდნენ, არც ქართული, არც რუსული, არც ინგლისური. სომხურად პასუხობენ რაღაცას, ჩვენ ვერ ვიგებთ. თითქმის ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ მივაგენით ამბულატორიას, რომელიც დაკეტილი დაგვდა. შენობის ინტერიერის გადაღებას მხოლოდ ფანჯრებიდან ვახერხებთ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აქ დიდი ხანია არავის შეუღია გარე. ამას გვიდასტურებენ ცოტა ხანში ქუჩაში შეხვედრილი კარტიკამელები, რომლებსაც რამდენიმე სიტყვა რუსული ესმით. მათთან გასაუბრებისას ირკვევა, რომ მათ ისიც არ იციან, რომ სოფელს ამბულატორია აქვს. არც ექიმის შესახებ სმენიათ რამე, გვეუბნებიან, რომ თუ დასჭირდათ ექიმი, ახალქალაქში მიდიან. სოფელი ბუზავეთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტიკამის თემში მდებარეობს, დიდი აბულის მთის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე. მოლიპული გზების გამო მანქანა მხოლოდ სოფლის შესასვლელამდე ახერხებს მისვლას. ხვდებიან ახალგაზრდები, დოსია მარტიროსიანი და ვალოდია ბიჩახჩიანი. გვეუბნებიან, რომ სოფელს არც ექიმი ჰყავს, არც ამბულატორია აქვს. არც ისიციან მათი სოფლის მცხოვრებლები, რომელი სოფლის ამბულატორიაზე არიან მიმაგრებული. ამბობენ, რომ აქ სასწრაფო დახმარება წელიწადის უმეტეს თვეებში დროულად ვერ მოდის, გზებისა და მკაცრი კლიმატის გამო. სოფელი გულიკამი. გვეუბნებიან, რომ არ ჰყავთ ექიმი, არ აქვთ ამბულატორია. ენის პრობლემის გამო ვერ ვახერხებთ სოფლიდან უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას. სოფელი თახჩა. ვერ ვნახეთ ვერც ერთი მცხოვრები. სოფელი ჰგავდა მიტოვებულს. შეგვდნენ მხოლოდ ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები, რომლებიც დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს არემონტავდნენ. მათთან ყოფმა ოვანეს ოპიგიანმა გვითხრა, რომ სოფელში ცხოვრობს მხოლოდ 8 ოჯახი. ექიმი არ არის არც ამბულატორია. ფაქტის გადამოწმებას ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა სახლი დაკეტილია. სოფელი აბული ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელში ექიმის სახელიც კი არ იციან. ექთანი მარია ბათოიანი სახლში ატარებს პროცედურებს. ენის უცოდინრობის გამო მარიამ ვერ გვიამბო რა პრობლემებს აწყდება ასეთ პირობებში მუშაობისას. ზაქვი. სოფელი იმით არის ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რომ აქ დაინერგა ინოვაცია, ტელემედიცინა, რაც ნიშნავს ონლაინ საშუალებით სხვადასხვა სპექტრის ექიმების ჩართულობას ნებისმიერი ქალაქიდან ამ ამბულატორიაში მისული პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში. ამბულატორია გვხვდება დაკეტილი. პატარა შენობის ირგვლივ, მუხლამდე დადებული გაუკვალავი თოვლი იმაზე მეტყველებს, რომ აქ დიდი ხანია არავის გაუვლია. ფანჯრიდან ვიღებთ ინტერიერს, უკავშირდებით სოფლის ექიმს ტელეფონით, რომელიც უარს გვეუბნება მოსვლაზე და გვიხსნის, რომ ზამთარში იშვიათად მოდის, რადგან არა აქვს გათბობა. ტელემედიცინაც მხოლოდ ზაფხულშია ხელმისაწვდომი.
ეს ინფორმაციაც საეჭვო ხდება მას შემდეგ, რაც მეზობელი სოფლის ექიმი პარალეთიდან თენგის გვარამაძე გვეუბნება, რომ ზაგვში ტელემედიცინის არსებობის შესახებ ჩვენგან პირველად ესმის. სოფელი მერენია. სოფლის ბირჟაზე შეკრებილებიდან ერთადერთმა ადამიანმა იცის ქართული. კიმიკ გუშჩიანმა. თბილისში ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. რამდენიმე სოფელში ის გვიწევს თარჯიმნობას. სოფელ მერენიაში არის მხოლოდ ექთანი ნანული პაპოიანი. ექიმი პარალეთიდან თენგის გვარამაძე, რომელიც სამ სოფელს ემსახურება და მათ შორის არის მერენიაც, მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს ჩადის მერენიაში, რადგან მერენიაში არ ფუნქციონირებს ამბულატორია. მთლიანად გამოსული ამ წყობრიდან, არ აქვს ფანჯრებიც კი. ამიტომ ექთანი სახლში ატარებს პროცედურებს. სწორედ იმ დროს მივედით ნანული პაპოიანის სახლში, როდესაც გადასხმას უტარებდა ახალგაზრდა ქალს. გვითხრა, რომ იძულებულია აქ მიიღოს პაციენტები. იცის, რომ რისკი დიდია, თუნდაც გადასხმისას ალერგიული რეაქციების ან ჰიგიენის თვალსაზრისით, მაგრამ არ აქვს სხვა გზა, არც მას და არც სოფელს. თქვა, რომ სამედიცინო ჩანთა ჰოლდინგს მისთვის არასდროს შეუხსია. ბინტი და პამბაც კი არ გამოუგზავნიათ. ყველაფერს თავისი ხელფასიდან ყიდულობს. სოფელი პარალეთი. არც ამ სოფელში ფუნქციონირებს ამბულატორია. თელს მუნიციპალიტეტში თავისი პროფესიონალიზმით ცნობილი ექიმი თენგის გვარამაძე სამ სოფელს ემსახურება. პარალეთს, მერენიას და კოთელიას. მაგრამ არსად აქვს ამბულატორია. სამედიცინო კუთხე სახლში აქვს მოწყობილი. პირობები ნამდვილად არ აქვს. წლების განმავლობაში მე პირადად ვმუშაობ სახლში. სახლში მაქვს გამოყოფილი პატარა სივრცე, მოწყობილი მაქვს პირველად დახმარება რო აღმოვიჩინო. პირდებიან ყოველ წელიწადს, რომ წელს გაკეთდება და არავინ არ არის პატრონი. აი ესე მარტო მე კი არა, ბევრია 27 უბანია და მე მგონი აქედან 4 ან 5 ამბულატორია გაკეთებული. დანარჩენს ისეთ პირობებში მუშაობს, რომ თავისი ზოგი სახლიდან, ზოგი რაღაც დანგრეული ძველი შენობებია და იქ აკეთებენ, რასაც აკეთებენ, აცრებს უფრო მეტად. აი წლები მე 1-5 წლის უკან ჩამომიტანეს რკინის კონსტრუქცია. მაგრამ დღესაც არ მუშაობს. იმიტომ რომ არც შუქი ჩართეს, არც გაზი ჩართეს, არც წყალგაყვანილობა, არაფერი, არც კანალიზაცია და ფაქტურად არ მუშაობს და მუშაობ იძულებული ვარ რომ ვიმუშაო სახლიდან რა. სახლში ვინ გიხდით კომუნალურ ხარჯებს? არავინ მე თვითონ ყველაფერს. იქ მე გაზიც მინთია, შუქიც შეყვანილი მაქვს, წყალიც მე ვიხდი სახლიდან, ჩემი ჯიბიდან, ყველაფერს. მე ვიხდი. ხელფასი და ჩვეულებრივი. ხელფასი ჩვეულებრივი ხელფასი. მაგის გარდა მე მედიკამენტებსაც ვყიდულობ, ჩემი ხელფასიდან და პირველად დახმარებას მაინც ყოველთვის არა, მაგრამ აი ისეთი ავანტყოფი რომელიც მოდის და შემოიყვანენ პირველ დახმარებას მაინც აღმოუჩენ ხოლმე რა. და ექიმის ჩანთა, რომელიც ექიმის ჩანთა გვაქვს, მაგრამ ფაქტიურად უფუნქციურ. ერთადერთი 91 წლიდან აქეთ რამდენი წელი გავიდა და აგერ ერთხელ მოუციათ აი ჩანთაში მედიკამენტები, ისაც დანარჩენს მე თვითონ ყიდული. 30 წლის განმავლობაში. დიახ, ერთხელ მიმიღია, მეტი არა. სოფელი ბუღაშენი, ყოფილი გორელოვკა. გვეუბნებიან, რომ არ იციან ვინ არის მათი ექიმი. სოფელში არ აქვთ ამბულატორია. სამედიცინო დახმარებისთვის მიდიან ახალქალაქში. შემოწმდება ეს ყველაფერი და ამას მოყვება ბუნებრივია შესაბამისი რეაგირებაც. თუ კი ასეთი დადასტურდება, რომ სამართლებრივად რაიმე გაუმართავად ხორციელდება, ამას რა თქმა უნდა მოყვება რეაგირება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის პრაქტიკა, რომელიც შეგიძლიათ განაზოგადოთ 1004-ვე ამბულატორიასთან მიმართებაში. მე რა თქმა უნდა დარღვევს მეც ნახეთ. ჩვენ შეგვიძლია ესე კაპაციცებული ვუყურებთ, რა თქმა უნდა, თითოეული ექიმის პრაქტიკას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან რაღაც დარღვევას ადგილი აქვს. ჩვენც ვეძიებთ და თუ კი რაღაც დარღვევას ადგილი აქვს, ბუნებრივია, რომ ამაზე ვრეაგირებთ. მე არ მგონია, რომ უბრალოდ თქვენ სრული სურათისთვის ყველა ამბულატორია ნანახი გაქვთ. ჯავახეთშიც არ მგონია, რომ სრულად გქონდეთ ყველა დაწესებულება ნანახი. ნინო წმინდა. ჯავახეთის მეორე მუნიციპალიტეტში, ნინო წმინდის სოფლებში, საქართველოს სომხეთის საზღვარზე, ანალოგიურად მძიმე სურათი დაგვდა.
ოროჯოლარში ამბულატორიის შენობა წლების წინ დაიწვა. როგორც აქაურებმა თარჯიმნის საშუალებით გაგვაგებინეს, სოფელი ამდენი ხანია ეთხოვს ამბულატორიის აღდგენას, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ექიმი ერვან სავოიანი, რომელიც ნინოწმინდის საავადმყოფოს თანამშრომელიც არის. ნინოწმინდიდან საჭიროების მიხედვით ამოდის სოფელში და სახლებში მიდის პაციენტებთან. ვითხრა, რომ ჰოლდინგს არაერთხელ შეატყობინა ასეთი პირობების შესახებ, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. ნინოწმინდიდან მანქანით ამოსვლისას საწვავის ხარჯებსაც თვითონ იხდის. ჰოლდინგმა რეგულარულად კითხავს, რომ პირობები არის თუ არ არის, რაც არის, ჩანთა არის, მაცივარი არის, კომპიუტერი არის, ყველაფერი ჰოლდინგმა იცის, ბაზაში არის. რო არ არის ამბულატორია, პაციენტი მივდივართ საავადმყოფოში, მე საავადმყოფოში მუშაობ, ძალიან შორს არ არის, დაახლოებით 5 კილომეტრი არის საავადმყოფომდე აქედან. ნინოწმინდამდე. ხო, ნინოწმინდამდე და იქ ვაკეთებ ვიზიტები. სოფელი სათხე. ამბულატორია ვერ ვიპოვეთ ვერც სათხეში. ქართული და რუსული ენების უცოდინრობის გამო ადგილობრივები ვერ იგებდნენ ჩვენს თხოვნას მიესწავლებინათ გზა სოფლის ექიმამდე. თოვლიან და ყინულიან გზაზე დიდი ხნის სიარულის შემდეგ ძლივს მივაგენით სოფლის კლუბის თუ ადმინისტრაციული შენობის ერთ ოთახში გამოკრულ წარწერას, რომელიც გარედან, ფანჯრიდან, გაჭირვებით ამოვიკითხეთ. იმუნიზაცია. ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიყავით სოფლებში, წახანსა და ვარხანში. დიდ თოვლობის გამო ყველა სახლის კარი გამოკეტილი იყო. შეხვდა ერთადერთი ქალბატონი, რომელმაც გითხრა, რომ ამ სოფელში არ ჰყავთ ექიმი და არც ექთანი. ამბულატორია ვარხანში აქედან 3 კილომეტრში მდებარე სოფელში და საჭიროების შემთხვევაში იქ მიდიან. ჩვენ ვარხანშიც ჩავედით. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო საათები იყო და წესით ამბულატორია ღია უნდა ყოფილიყო, იქ არავინ დაგვხვდა. ჩვენ ვცადეთ მინისტრის კაბინეტში შეგვეტანა სამცხე ჯავახეთის სოფლებიდან ჩამოტანილი ჩვენი თვალით ნანახი ყოველი ფაქტის სიმძაფრე, რათა ჯანდაცვის მესვეურებს დეტალურად სცოდნოდათ იმ სოფლების და ადამიანების ამბები, რომლებსაც 21 საუკუნეში პრაქტიკულად არ აქვთ კაცობრიობის განვითარების ჯერ კიდევ რომელ საფეხურზე მიღწეული სიკეთე. არ ჰყავთ ექიმი და არ აქვთ სამედიცინო პუნქტი. მინისტრმა გვიპასუხა, რომ იცის ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ გითხრა, რომ ასეთი მძიმე ფაქტების საპირწონედ არსებობს ბევრი სხვა პოზიტიური ფაქტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია, აუცილებლად გამოსწორდება. პრობლემები, რომელიც თქვენ ნახეთ, ამის გარდაც პრობლემები არსებობს, მაგრამ არსებობს კარგი გამოცდილებაც. დღეს კი მერწმუნეთ ეს ასეა. შემთხვევით შერჩევით შეიძლება ან გარკვეული ლოგიკით თქვენ შეერჩიეთ რეგიონი, სადაც ნახეთ, რომ არსებობს საჭიროება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემა მე არ ვიცი, ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ვიცით, მაგრამ უნდა შევაფასოთ მთლიანობაში, რომ მაგალითად სიმწვავე შეიძლება კონდეს სხვა რეგიონსაც, რომელიც თქვენ შეიძლება არ გინახავთ. ამიტომ სრული და სწორი სურათი რო შევიქმნათ, ამ ინფორმაციას ჭირდება ცოტა მეტი ინფორმაცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, უფრო სიღრმეებში ჩასვლაც. გამომძიებელი რეპორტიორი არ გაწყვეტს კავშირს თითოეულ სოფელთან, რომელთაც სოციალური პრობლემების მხოლოდ ერთ მხარეს შევეხეთ ამჯერად ჩვენს გამოძიებაში. ჯანდაცვის მინისტრი პირადად შეგვირდა, რომ ჩვენ მიერ დასახელებულ ფაქტებზე აუცილებლად ექნებათ რეაქცია. გამომძიებელი რეპორტიორი რამდენიმე თვეში ისევ მოივლის ჯავახეთის სოფლებს და მაყურებელს ისევ აჩვენებს, როგორ შეცვლის სახელმწიფო სოფლებისა და ადამიანების ყოფას, როგორ შეასრულებს პირობას.